მივესალმები ჩვენს მაყურებელს, ისეთი კარგი და სასიამოვნო სიახლით ვარ წარმოდგენილი დღეს და მინდა რომ ყველას გავუზიარო ეს ყველაფერი. ახლა ვიმყოფები საგამოფენო სივრცეში, სადაც ალბათ კადრშიც ხედავთ, რომ არის ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი ფოტოსურათები და ასევე ვიდეო კოლაჟიც არის უკან. ეს ყველაფერი კი არის დამსახურება სტუდენტების, პეტრე შოთაძის სახელობის აკადემიის სტუდენტების, რომლებიც იყვნენ სვანეთსა და ლეჩხუმში 6 დღე და გაატარეს იქ მთელი ეს დღეები და იქ გაეცნენ იქაური ექიმებს, იქაური ექიმების ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენთან ერთად იმყოფებიან ახლა ეს სტუდენტებიც, ანი გოგოლაძე ჩვენთან ერთად, ანი მოგესალმებით. შენ იყავი სვანეთში, როგორც ვიცი. აი, რო გითხრა, შთაბეჭდილებები და ემოციები როგორი იყო სვანეთის? ამ გამარჯობა პირველ რიგში, ამ პროექტის ფარგლებში მე ვიყავი სვანეთში და ექიმთან ერთად ცხოვრობდი 3 დღის განმავლობაში. ვუყურებდი ექიმის დღე როგორ იწყებოდა და როგორ მთავრდებოდა და ძალიან ბევრი ემოციები და მოგონებები ჩამოვიტანე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თუ რა მომცა ამ პროექტმა, რასაც მოგახსენებთ. ვფიქრობ, ყველაზე მეტად მომახსოვრდება ის მომენტები, როდესაც ექიმი დილით იწყებოდა, მისი დილა იწყებოდა ოჯახზე ზრუნვით, შემდეგ უკვე თავის აღჭურვილობას იღებდა და გავემართებოდით პაციენტებისკენ. მახსოვს სექტემბერი იყო, თუმცა მაინც ძალიან ცივი გარემო იყო და მახსოვს გზა, რომელსაც გავდიოდით პაციენტებთან მისასვლელად. ყველაზე მეტად კი პირველი პაციენტი და მისი აციმციმებული თვალები დამამახსოვრდა თინა ექიმის დანახვის შემდეგ. მახსოვს პირველი ემოცია ამან გამოიწვია და როგორ გადაეხვნენ და როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ამან. ჩვენთან თბილისში არ ხდება ესე, რომ ასე გულთადი მოკითხვა იყოს ექიმსა და პაციენტს შორის. და ამ პროექტის ფარგლებში მივხვდი, რომ ადამიანის ცხოვრება თუ გინდა რომ უკეთესობისკენ შეცვალო, ექიმობა ამის ღირსეული გზა არის. ყველაზე მეტად დამახსოვრდა კიდე ის მომენტი, როდესაც უკვე პაციენტთან დამშვიდობების დრო მოვიდა და ძალიან მძიმე და ემოციური გარემო შეიქმნა, ვინაიდან პაციენტი ატირდა და ექიმი ამშვიდებდა ამ პაციენტს. მიუხედავად იმისა, რომ რთული სიტუაცია იყო და ამ ემოციების გადმოცემა სიტყვებით ნამდვილად რთულია, ვფიქრობ, რომ ამ პროექტის მიზანიც ეგ იყო, რომ ჩვენ ფოტოებში ასახულიყო ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩვენი აკადემიის, რომ მოგცა შესაძლებლობა, რომ ესეთი გამოცდილება გქონოდა და გავზრდილიყავით კარიერულად. მადლობა. ასევე ჩვენთან ერთად იმყოფება სოსო ბოლოშვი, რომელიც იყო ლეჩხუმში უკვე. აი სოსო, ეხლა რო გითხრა, ეს ვიდეო კოლაჟიც არის შენი უკვე. აი რო გითხრა, შენ ლეჩხუმურ მოგზაურობაზე, ასე რომ ვთქვათ. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებ მაყურებელს. ვიტყოდი, რომ ამ ექსპედიციამ, ამ რამდენიმე დღემ ჩემში შეცვალა ის აღქმა, რომელიც თავში მქონდა საექიმო პროფესიასთან დაკავშირებით. ვინაიდან ექიმობა არ არის მხოლოდ ხალათის ჩაცმა და ოფისში პაციენტების მიღება, ეს არის პირველ რიგში იმედის მიცემა და გაძლიერება პაციენტების, რაც ძალიან კარგად დავინახე ამ რამდენიმე დღის განმავლობაში. ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა, ეს იყო 90 წლის წყვილი, 90 წლის ცოლ-ქმარი, რომელთაც შვილი გარდაეცვალათ ადრიანად და მათთვის ერთადერთი იმედის მიცემი იყო მხოლოდ სოფლის ექიმი ქალბატონი თინათინი და მისი კადრები მაქვს ახლა გაშვებული პრეზენტაციაში. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის და აი ხშირად ვფიქრობ ხოლმე მათ შესახებ როგორ არიან, რა უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 1 წელი არის გასული, აი ძალიან ხშირად ვფიქრობ მათზე. ძალიან დიდი მადლობა სოსო. ასევე ჩვენ შეგვიძლია რომ გავესაუბროთ ქალბატონ მაკამ აღლაკაიძეს, რომელიც უფრო აი ამ ტრადიციაზე, რომელიც 3 წელი არსებობს, უფრო კონკრეტულად გაგვესაუბრება. ქალბატონო მაკა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. რო გითხრათ, როგორ გაჩნდა ამ ტრადიციის იდეა, იმიტომ რომ უკვე მე-3 წელი არის, რომ ბავშვები დადიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გმადლობ. დიახ, უკვე მე-3 წელი არის, რაც ჩვენი სტუდენტები იყვნენ მაღალმთიან რეგიონში, საქართველოში, ლეჩხუმში და სვანეთში. პირველ წელს ექსპედიციამ მოიცვა მაღალმთიანი აჭარა, შემდგომ იყო გურია. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ჩვენ ვართ სამედიცინო აკადემიას, მედიცინას ვასწავლით, ხო? და ვიცით, რომ სამედიცინო პროფესიონალიზმი არ არის მხოლოდ ცოდნის მიცემა, იმიტომ რომ ექიმს რაღაცნაირად თავის კურნალისთვისებაც უნდა ქონდეს და თან ჩვენ როგორც
თანამედროვე ინსტიტუციას გვაქვს ჩვენი მისია, რომელიც არის რომ აი ცოდნით აღჭურვილი და კვლევებით გაძლიერებული ცოდნით აღჭურვილი სტუდენტები მე რაღაცა სარგებლის მომტანები გახდნენ საზოგადოებისთვის, რაც ისედაც ცხადია ეხმიანება უნივერსიტეტების მესამე მისიას. და ვიფიქრეთ, რომ ამის გასაკეთებლად, აი ამ ორი მოცემულობის საპასუხოდ პროექტი, რომელიც იქნებოდა ტრანსდისციპლინური ხასიათის და თქვათ ფოტოგრაფიას, ამბის თხრობის ტექნიკასაც შეასწავლიდა სტუდენტებს და რაღაც გვერდიდან შეახედებდა თავიანთ პროფესიას, ოღონდ არა ტიპიურ გარემოში, არა ნაცნობ გარემოში, ხო, იქ სადაც ყველაზე მოწყვლადი სიტუაცია არის და თქვათ როგორც თვითონ მოგახსენეს ახლა სტუდენტებმა ნახეს ისეთი ადამიანები, რომლებთაც ძალიან უჭირთ და ჩვენ რაღაცნაირად გვინდოდა, რომ ეს შესაძლებლობა მიგვეცა სტუდენტებისთვის, რომ დაენახათ, გაცნობოდნენ ამას და ეს ცვლილებები ან რეფლექსიები, რაც მათში მოხდებოდა და შემდგომ უკვე რაღაცნაირად მათ სამედიცინო პროფესიონალიზმზე იქონიებდა გავლენას, დაგვეფიქსირებინა და გაგვეზიარებინა ასევე უფრო ფართო აუდიტორიისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროექტის თანამონაწილე იყო ჩვენი საყვარელი ფოტოგრაფი ლელი ბლაგონავა, რომლებმაც ასწავლა ასევე ამბის თხრობის ტექნიკებსაც დაეუფლენეს სტუდენტები და ზოგადად ეს მედიცინის ჰუმანიზაცია თვლით რომ ძალიან საჭირო ელემენტი არის თანამედროვე სამედიცინო განათლებაში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაკა. მე კი შეგახსენებ რომ დღეს ეს საოცარი გამოფენა გაიხსნება 5 საათზე პეტრე შოთაძის ამ საოცარ საგამოფენო სივრცეში, ამიტომაც გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.